ბოლო 100 წელია, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ ბიოლოგიური საათი არ შეცვლილა. ფერტილობის შენარჩუნება, ეს არის 21 საუკუნის გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია. ქალის ბიოლოგიური საათი არის ჩართული და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს ბიოლოგიური საათი არის შეუქცევადი. 32 წლის ნინის ჰქონდა ბევრად უკეთესი ფოლიკულური რეზერვი, ვიდრე 28 წლის ნინოს. ფოლიკულების რაოდენობა და რეზერვი უკვე პრაქტიკულად ნულს უახლოვდება. პროცენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ 15. დღეს არის 25-დან 40%-მდე. მას ძალიან დიდი როლი უჭირავს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევაში. რა თქმა უნდა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ამას აქვს გავლენა რეპროდუქციულ პოტენციალზე, როგორც ქალის ორგანიზმში, ასევე მამაკაცის ორგანიზმში. თქვენ რომ ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას აკეთებთო, აი იმ დათვალიერების დროს თქვენ ხო არ მიდიხართ იმიტომ რომ მანქანას აღმოუჩინოთ პრობლემა, არამედ მიდიხართ იმიტომ რომ დაათვალიეროთ და ეს სავალდებულოა. ამას სახელმწიფო ავალდებულებს. აი ამას სიმპტომი არ გააჩნია, უბრალოდ ეს პროცესი მიმდინარეობს თავისთვის წლების მანძილზე ბიოლოგიურად. დრო არის განსაზღვრელი რეპროდუქტოლოგიაში, ხო? ავუხსნით ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა შეიმოწმოს ქალმა თავისი რეპროდუქციული პოტენციალი. მოგესალმებით, თუ ჯერ არ გეგმავთ შვილოსნობას, მაგრამ ფიქრობთ, რომ მომავალში აუცილებლად გინდათ გახდეთ მშობელი, მაშინ ფიქრობთ, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება. უკანასკნელი რამოდენიმე წელია განსაკუთრებით შეინიშნება ტენდენცია, რომ ადამიანები გვიან მიმართავენ შვილოსნობას. და ამის მიზეზი არა ის არის, რომ მათ არ სურთ შვილის ყოლა, არამედ ის, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამას, იმიტომ რომ შეიცვალა ცხოვრების წესი, შეიცვალა პრიორიტეტები და პრიორიტეტად დარჩა თანაცხოვრება, ფინანსური სტაბილურობა ადამიანების და ასევე ცხოვრების მოწყობა. ამან კი გამოიწვია ის, რომ რეპროდუქციული პოტენციალი შეიძლება მკვეთრად შემცირებული იყოს. მე ვარ კლინიკა ლიდერმედის დამფუძნებელი, პროფესორი ნატალია ხონელიძე, ჩემი სტუმარია მედიცინის აკადემიური დოქტორი ლუდა ბარბაქაძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის რეპროდუქციული სკრინინგი და ფერტილობის შენარჩუნება. ლუდა, რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რა არის რეალურად რეპროდუქციული სკრინინგი და რა არის ფერტილობის შენარჩუნება? აი მე მაგალითად როგორც ახალგაზრდა ადამიანი. რატომ უნდა მოვიდე კლინიკაში რეპროდუქტოლოგთან, თუ არა მაქვს არანაირი სიმპტომი, მაგალითად, მაქვს ნორმალური მენსტრუალური ციკლი, არა მაქვს გამონაყარი, არა მაქვს აკნე, არა მაქვს ტკივილი მენსტრუაციის დროს. აი რა მიზეზი უნდა იყოს, რომ მე მოვიდე კლინიკაში და გავიკეთო რეპროდუქციული სკრინინგი? დიახ, ნამდვილად შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ ფერტილობის შენარჩუნება ეს არის 21 საუკუნის გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. არც თუ ისე შორეულ წარსულს გავიხსენებდი, როდესაც ტენდენცია იყო უფრო ადრეულ ასაკში ქორწინების, იყო რაღაც ბიოლოგიური თუ ემოციური მიჯაჭვულობა, რაღაც სოციალური მოლოდინები და შესაბამისად ოჯახები ადრე იქმნებოდა. და აქ იყო კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომ როგორც კი შეიქმნებოდა ოჯახი, რაც არ უნდა ახალგაზრდა ყოფილიყო გოგონა და მამაკაცი, მათ აუცილებლად უნდა ყოლოდა დროულად შვილი. დღეისათვის ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვლილი არის. როდესაც იქმნება, წყვილი როდესაც იწყებს თანაცხოვრებას, ისინი დღეისათვის უფრო მეტად ორიენტირებულები არიან შეგუებაზე, შეგუებაზე არიან უფრო მეტად და ცდიან თუ გამოვათ, ამის შემდეგ უკვე გეგმავენ შვილოსნობას და მშობლობას და შვილის გაჩენას. რა თქმა უნდა, ეს იწვევს შვილოსნობის გადავადებას. გარდა ამისა, დღეისათვის მთელ მსოფლიოში არის ესეთი ტენდენცია და ტრენდი, რომ ქალი უფრო მეტად არის ორიენტირებული თავის სწავლაზე, განათლებაზე, ფინანსური სრულყოფისკენ, ასევე და კარიერაზე. ესეც თავისთავად ხელს უწყობს შვილოსნობის გადავადებას და შვილის გაჩენას უფრო გვიან ასაკში. ამას კიდევ ხელი შეუწყო ასევე კონტრაცეფციის ფართოდ დანერგვამ და განვითარებამ. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ
უნდა გვახსოვდეს ბიოლოგიური საათი, ქალის ბიოლოგიური საათი და მისი რეპროდუქციული პოტენციალი, რომელიც არის განსაკუთრებით სენსიტიური დროის მიმართ. ქალის ბიოლოგიური საათი არის ჩართული და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს ბიოლოგიური საათი არის შეუქცევადი. აი, რას ნიშნავს ბიოლოგიური საათი და როდით იწყება ეს ბიოლოგიური საათი და რა უნდა გაითვალისწინოს წყვილმა თუ ცალკეულმა ადამიანმა? ქალი ზოგადად იბადება და ავესი ოვარიული რეზერვი კვერცხუჯრედების გარკვეული, ანუ განსაზღვრული რაოდენობით. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ქალთან იწყება გენეტიკურად პროგრამირებული, ეგრეთ წოდებული აპოპტოზის პროგრამა, როდესაც ხდება ამ კვერცხუჯრედების ნელ-ნელა გახარჯვა. დაბადებისას აქვს 1-2 მილიონი და მიმდინარეობს დიახ, გახარჯვა პუბერტატის პერიოდისთვის უკვე არის 300-400 და უკვე პირველი მენსტრუაციულ ციკლთან ერთად ყოველი ახლა შეიძლება დაებადოს სვენელს შეკითხვა, რომ თუ კი ერთი ფოლიკული მწიფდება ყოველი მენსტრუაციის დროს, რატომ ხდება მილიონობით გახარჯვა? საქმე იმაში არის, რომ ყოველი ერთი მომწიფებული ფოლიკულთან ერთად 1000-ობით ფოლიკული განიცდის უკუ განვითარებას და შესაბამისად მივყავართ ამას იქამდე, რომ უკვე მენოპაუზის ასაკისთვის ფოლიკულების რაოდენობა და რეზერვი უკვე პრაქტიკულად ნულს უახლოვდება. სწორედ ეს არის, რომ ეს უნდა გაიგონ ჩვენმა მაყურებლებმა, ჩვენმა მსმენელებმა, რომ აი მნიშვნელოვანია ზუსტად ის რამოდენიმე ფოლიკული, რომელიც რჩება 35 და 35 წლის შემდეგ, რასაც ჩვენ შევყურებთ, რასაც ისინი შეყურებენ და იმისათვის, რომ მარტო ამის შემყურე არ იყვნენ და თან მამას ემატება ისიც, რომ ფოლიკულში კვერცხუჯრედი უნდა იყოს ხარისხიანი და ასე შემდეგ, რომელსაც ისევ ასაკი განაპირობებს, ხო, ხარისხიანობას და ამაზე შემდეგ ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ ამ თემაზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვაქვს დღეს საუბარი, ხო? დიახ, აი ხა დავამატებ აქვე, რომ გარდა ბიოლოგიური საათისა და ასაკისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა გარემო ფაქტორებს და ასევე წესჩვეულებებს, ცხოვრების წესს, გარემო ტოქსინებს, თამბაქოს მოხმარებას, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, მეტაბოლურ დარღვევებს, ჭარბწონას, სიმსუქნეს, ქრონიკულ და გახანგრძლივებულ სტრესს და ასევე მინდა რომ ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდებმა, ანუ როდესაც ძილი არ არის დარეგულირებული, აი ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში ამას, რა თქმა უნდა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ამას აქვს გავლენა რეპროდუქციულ პოტენციალზე, როგორც ქალის ორგანიზმში, ასევე მამაკაცის ორგანიზმში. ქალის შემთხვევაში მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და ასევე უარესდება კვერცხუჯრედების ხარისხი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში ადგილი აქვს სპერმატოგენეზის, ანუ სპერმის წარმოქმნის გაუარესებას, რასაც შემდეგ მივყავართ ფერტილობის პოტენციალის შემცირებისკენ და საბოლოო ჯამში შეიძლება მივიდეთ უნაყოფობისკენ. დიახ, ჩვენ ვახსენებთ ახლა სხვადასხვა ფაქტორები და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მე მგონი რომ კიდე დეპრესიაც ერთვება სერიოზულად, ხო, იმიტომ რომ ეს ფაქტორები თავისთავად მოქმედებენ ადამიანის დეპრესიაზე და მე ვნახე სტატისტიკა, რომელიც არის გამაუგნებელი, ის რომ დაუშვათ 10 წლის წინ ევროპის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში დეპრესიულად განწყობილი ადამიანების რეპროდუქციული ასაკის ადამიანების პროცენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ 15. დღეს არის 25-დან 40%-მდე და ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტიც. ნახეთ, ეს ყველა ფაქტორი ერთად ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენას. და განსაკუთრებით ეს ნარკოტიკული საშუალებები, ეს დამოკიდებულება, რომელიც თითქოს არაფერი თავიდან იგივე ოპიოიდები, თავიდან თითქოს რაღაცა არ მოქმედებს ძალიან ცუდად, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ მას ძალიან დიდი როლი უჭირავს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევაში, ხო? კლუბური ცხოვრებაც ძილი, თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ძილიც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მე კიდევ ერთს დავამატებდი, ლუდა, რომ მე-20 საუკუნეში გარღვევა კაცობრიობის გადარჩენაში და ერთი უზარმაზარი გამოწვევა იყო ვაქცინაცია, ხო, ვაქცინაციამ გადაარჩინა მსოფლიო. ითვლება, რომ 21 საუკუნეში
რეპროდუქციული სკრინინგი და ფერტილობის შენარჩუნება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დემოგრაფიულ თანასწორობას შეუნარჩუნებს ქვეყნებს. და მე ვისაუბრებ ახლა ამ დემოგრაფიაზე სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, მეგობრებო, თქვენთვის წამოვიღე დემოგრაფიული მაჩვენებლების თანაფარდობა ქვეყნების მიხედვით, აი მას ქვია დემოგრაფიული კოეფიციენტი. და აღმოჩნდა, რომ სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ეს კოეფიციენტი, როდესაც უნდა იყოს 2 და 1, რომ რაღაც მოსახლეობის საშუალო განახლება მაინც მოხდეს, ანუ ბუნებრივი ჩანაცვლება ქვია, ეს კოეფიციენტი ევროპის ქვეყნებში არის 1.7-1.8, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დაბალი, ჩვენთან არის ასევე ძალიან დაბალი 2 და 1, რაც შეეხება ურუგვაი და ესეთი აფრიკის ქვეყნები, იქ არის 4 და 5, 7 და 1 ასე შემდეგ მუსულმანურ ქვეყნებში. ანუ ამან კი ის გამოიწვია, საქართველოზე მინდა ამ წუთში გავამახვილო ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის დემოგრაფიული კატასტროფა. ბოლო წლის განმავლობაში 4000 ბავშვით ნაკლები დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა და 2025 წელს კიდე 2000 ბავშვით ნაკლები ვიდრე წინა წელს. ანუ იმისათვის, რომ ადამიანმა იგრძნოს ეს, ძალიან რთულია. შენ თავს ფლობ ადამიანი და ეს გრძნობაც კი რთული მოსაპოვებელია, ხო, საკუთარ თავში, მაგრამ ის რომ თვალი გადაავლო და მაინც მეტნაკლებად ზერელად გეჩვენება, ხო, მაგრამ თუ ამას მივიღებთ და ძალიან კარგად დაუკვირდებით რა ხდება საქართველოში შვილოსნობის თვალსაზრისით, აი ეს ფაქტორი და ის მიმართულება, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, სწორედ არის ჩვენი საქართველოს, ჩვენი საყვარელი ქვეყნის გადამრჩენელი, რომ ჩვენ გვყავდეს ჩვენი გენეტიკური შვილი და ჩვენი გენეტიკური შვილი არ გვეყოლება თუ კი აი ესეთი მავნეჩვევები, აი ეს მიმართულებები, როგორიც არის იგივე რა თქმა უნდა ცხოვრების წესი შეცვლა ეს პროგრესია ნამდვილად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს აი ეს ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გაწვდით და იმის ფონზე, რომ ეს გარე ფაქტორები მოქმედებენ ჩვენ შვილოსნობაზე, აუცილებლად შევიმოწმოთ რეპროდუქციული ფუნქცია, ხო? მოდით ორიოდე სიტყვით ვიტყვი და ავუხსნით ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა შეიმოწმოს ქალმა თავისი რეპროდუქციული პოტენციალი. ანუ როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ოვარიული საკვერცხის რეზერვი და რა პოტენციალი აქვს ჩვენ საკვერცხეს იმისათვის, რომ მომავალში გვყავდეს ჯანმრთელი შთამომავლობა. ეს არის ძალიან მარტივი 2 ტესტი. ერთი ეს არის, პირველი ეს არის ყველაზე სიზუსტით, რომელიც გამოირჩევა, ეს არის ანტიმიულერული ჰორმონის მაჩვენებელი, რომელიც ისაზღვრება სისხლში. შეგვიძლია მისი ჩატარება მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერ დღეს და ასევე მეორე გამოკვლევა, ეს არის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ანუ ეხოსკოპიური კვლევა და ეხოსკოპიური კვლევით ხდება თითოეულ საკვერცხეში არსებული ანტრალური ფოლიკულების დათვლა, ეს არის მცირე ზომის ფოლიკულები 4-დან 8 მმ-მდე და თითოეულ საკვერცხეში დათვლილი ამ ანტრალური ფოლიკულებით ხდება მისი გაჯამება და გვაქვს მოკლედ ანტრალური ფოლიკულების რაოდენობა. ნუ და ბოდიში არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ აი ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მე ამდენი წელია მუშაობ რეპროდუქტოლოგიაში, ხო? თქვენს საკმაოდ გამოცდილი ექიმი ხართ, არაჩვეულებრივი რეპროდუქტოლოგი და გვყავს უამრავი პაციენტი, ხო? როცა დღის განმავლობაში ამდენი წყვილი მოდის, უნაყოფო წყვილი. ქონია ესეთი შემთხვევები, როცა პაციენტს არ უთქვამს, ნეტავ ადრე მოვსულიყავი. და თითქმის არასოდეს უთქვამს, ადრე მოვედი, ხო? აი სწორედ დაგვიანებაა. ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი და დროარი განსაზღვრელი რეპროდუქტოლოგიაში, ხო? აი ჩვენ ჩავატარეთ რეპროდუქციული სკრინინგი. აქცია ჩავატარეთ, ინიციატივა გამოვიჩინეთ, მოვიწვიეთ წყვილები და აი ჩვენი შედეგები მინდა მოვახსენოთ. რა კატეგორიის პაციენტი მოვიდა ჩვენთან? ის რომ პაციენტი მოდის და ჩვენთან იგებს, თუნდაც 35 წლის პაციენტი, როგორი აქვს სპერმის მდგომარეობა, რომაც ძალიან შემცირებული აქვს რაოდენობა, ის რომ მობრძანდება ქალბატონი და იგებს, რომ თურმე ძალიან შემცირებული აქვს ფოლიკულების რაოდენობა. ჩვენ მხოლოდ ამ თემაზე ვსაუბრობთ ხო დღეს? ჩვენ არ ვსაუბრობთ უნაყოფობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმირებაზე, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ინფორმაცია თქვენი რეპროდუქციის პრევენციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. დიახ, აი, მოვუყვეთ პაციენტებს. დიახ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აქციის პერიოდში მოგმართა საკმაოდ ბევრმა პაციენტმა და რა თქმა უნდა ეს აღსანიშნავია და ხაზგასასმელია, რომ ეს ყოველივე მიუთითებს ჩვენი საზოგადოების
ინფორმირებულობაზე და ცნობიერების ამაღლებაზე ამ საკითხის შესახებ. 80%-ზე მეტ შემთხვევაში იყო 35 წელს ზემოთ ქალები, ძირითადად უკვე ისინი წყვილებად მოდიოდნენ, ისინი დიდი ხნის მანძილზე გეგმავდნენ მისვლას რეპროდუქტოლოგთან, მაგრამ რაღაც გარემოებების გამო რომ ვერ მიდიოდნენ და იყო რა თქმა უნდა შემთხვევები, რომ ჩვენთან კლინიკაში გაიგეს თავიანთი რეპროდუქციული ექიმისგან, აი, როდესაც შემოწმდა ეს რეპროდუქციული სკრინინგი, რომელიც ჩატარდა და შევაფასეთ ოვარიული რეზერვი, ჩვენთან გაიგეს, რომ მათ ჰქონდათ ძალიან მწირი უკვე ოვარიული რეზერვი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა, ის უკვე წლებია მიმდინარეობს, მაგრამ მას უბრალოდ ყურადღება არავინ მიაქცია, აი ამას სიმპტომი არ გააჩნია, უბრალოდ ეს პროცესი მიმდინარეობს თავისთვის წლების მანძილზე ბიოლოგიურად, აი ესე ამ ოვარიული რეზერვის, საკვერცხის რეზერვის გახარჯვა. კი, სწორედ აი იმიტომ დავიწყე მე თავში, რომ ჩვენ თითქოს არაფერი არ გვაწუხებს. თითქოს ციკლიც ნორმალური გვაქვს, თითქოს ყველაფერი დაალაგებულია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ რეზერვი სამწუხაროდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი და გვიან ხვდება ადამიანი თუ მანამ არ მიხვდა, რომ უნდა მისულიყო თურმე გინეკოლოგთან და კიდევ ერთი მნიშვნელოვანია, რომ აი ეს უნდა გადაიქცეს ვაქცინაციასავით. ანუ ის რომ აი ძალიან უხეშ შედარებას მოვიყვან, მაგრამ მაინც ვიტყვი მე ზოგჯერ სოციალურ ქსელებში, როდესაც წერენ ექსპერტები, ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მიახვედრონ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რომ თქვენ რომ ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებას აკეთებთო, აი იმ დათვალიერების დროს თქვენ ხო არ მიდიხართ იმიტომ რომ მანქანას აღმოუჩინოთ პრობლემა, არამედ მიდიხართ იმიტომ რომ დაათვალიეროთ და ეს ავალდებულოა. ამას სახელმწიფო ავალდებულებს ადამიანებს მისივე უსაფრთხოებისთვის, ხო? ჩვენ გვინდა დავავალდებულოთ ჩვენი პაციენტები მისივე გენეტიკური შვილის ყოლისთვის, ხო? რომ მერე პრობლემა არ გაუჩნდეს, რომ მერე არ თქვას, თუნდაც 38 წლის ასაკში რომ ნეტავ ადრე მოვსულიყავი და მერე არ თქვას, რომ ვაიმე დაგვიანებულია და კიდე ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ გქონდა და გახსოვს ალბათ პრობლემები იმისა, რომ ინვიტრო განაყოფიერების პოპულარიზაციაზე ვფიქრობდით, რომ მოგვეყვანა პაციენტები დაგვერწმუნებინა, რომ თვის, იმიტომ რომ იყო უნაყოფობა და იმიტომ რომ ვერ გვარდებოდა ეს პრობლემა ბუნებრივად, თუნდაც თერაპიული და ქირურგიული ჩარებით, რომ ინვიტრო განაყოფიერება იყო მათთვის გამოსავალი. ეს პრობლემა დავძლიეთ, პაციენტებისთვის ინვიტრო განაყოფიერება არაფერი არ არის. აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ ეხლა ვაწყდებით მეორე პრობლემას, რომ ზოგს არ მიუღებლობა აქვს, რომ მიიღოს ინფორმაცია თუნდაც მისი რეპროდუქციული მდგომარეობის შესახებ. ეს დავარქმევ მაინც ინფორმირებულობის ნაკლებობას, ჩვენს რაღაც ალბათ ნაკლოვანებებს იმისა, რომ საკმარისად არ ვახდენთ ამ ადამიანების ინფორმირებულობას იმის შესახებ, რომ კარგად გავაგებინოთ, ჩვენ მათ არ ვუგეგმავთ. რომ შვილი ყავდეთ. ჩვენ მათ უბრალოდ ინფორმაციას ვაძლევთ, რომ შეიმოწმონ მისი რეპროდუქციული პოტენციალი და საჭიროების შემთხვევაში გაყინონ იგი სანდო ლაბორატორიაში, ხო? აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. დიახ, აი ჩემ წინამორბედებს სწორედ აღნიშნეთ, დაახლოებით 20 და 25 წლის წინ უწევდათ ამის პროპაგანდა და ამაზე პაციენტის დაყოლიება, ესე ვთქვათ, რომ თქვენ, ანუ პაციენტს უნდა დაეჯერებინა, რომ მას ესაჭიროებოდა ნამდვილად ინვიტრო განაყოფიერება. დღეს მაგალითად, აი თუნდაც ის პაციენტები, რომლებიც მოვიდნენ და გაიგეს, რომ ჰქონდათ ძალიან მწირი, საკმაოდ მწირი ოვარიული რეზერვი, აი თვითონვე მეუბნებოდა ახლა პაციენტი, არა უშავს ექიმო, ინვიტროთი ხო მაინც გამოვა, ანუ დღეს უკვე ცნობიერება და ინფორმაცია აქვთ ამის შესახებ პაციენტს, მაგრამ აქაც ვაწყდებით რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ და უნდა იცოდეს ახალგაზრდებმა, რომ განსაკუთრებით ალბათ უფრო გვიან რეპროდუქციულ ასაკში 40+, 45+, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ინვიტროც კი არ იყოს გამოსავალი და ინვიტრო განაყოფიერების ჩატარებაც კი იყოს დაგვიანებული და რთული. დიახ, აი მარტივ მაგალითს მოვიყვან, აი ამ ზუსტად აი ამ კვირაში ჩვენ კონფერენციაზე განვიხილეთ რამოდენიმე პაციენტის მდგომარეობა და კიდე ერთხელ აღვნიშნეთ აი ჩვენი მიმართულების მნიშვნელოვანება და აუცილებლობა. რას გულისხმობთ? გახსოვთ რომ გითხარით რომ ჩემი ორი მეგობრიშვილი მოვიდა თქო. ერთი გახდა 28 წლის, მეორე იყო 35 წლის. ნინის ჰქონდა ბევრად უკეთესი ფოლიკულური რეზერვი, ვიდრე 28 წლის
ნინოს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ასაკში ჩვენ არ ვიცით ჩვენი რეპროდუქციული პოტენციალი როგორია და ამიტომაც წინასწარ უნდა დაგეგმოთ. რას ნიშნავს წინასწარ დაგეგმოთ? მიბრძანდებით ექიმთან, გაიკეთებთ ანალიზს, ექიმი გეუბნებათ თქვენ იდეალური მდგომარეობა გაქვთ საკვერცხეში, კარგი ფოლიკულური რეზერვი, იდეალური ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი, ანტიმიულერი და იყავით იცხოვრეთ წყნარად, გააგრძელეთ ცხოვრება შვილოსნობის დაგეგმვამდე. მეორე ტიპის პაციენტი მოდის და ექიმთან გამოკვლევის შემდეგ ექიმი ეუბნება, იცით რა, თქვენ დროა იფიქროთ შვილოსნობაზე. ან ბუნებრივი გზით გჭირდებათ მცირე ჩარევა, ან კიდევ დაუშვათ შეგიძლიათ რომ გადაავადოთ, მაგრამ იფიქროთ ასევე კვერცხუჯრედის და ან სპერმის გაყინვაზე. და მესამე შემთხვევაში, აი რაც 35 და ზემოთ ასაკის წყვილებში ქონდა, წყვილები მოდიან და აღმოჩნდება რომ მათ ინვიტრო განაყოფიერება უნდა გაიკეთონ უკვე, ხო? და ეს ადამიანი მოდის ინვიტრო განაყოფიერებას იკეთებს. ეხლა მაინტერესებს აი 35 და მეტი ასაკის პაციენტებიდან რა ეწიათ ამ პაციენტებს, ანუ როგორ გამოხატეს სურვილი მომავალი მკურნალობის გაგრძელებაში, ან რა მოხდა ამ წყვილებთან და რა მოხდა იმ ცალკეულ დაუშვათ მამრობითი და მდედრობითი სქესის შედარებით ახალგაზრდა პაციენტებთან ჩვენი აი ინიციატივის ფარგლებში. 35 წელს ზემოთ წყვილები იყვნენ ძირითადად, როგორც მოგახსენეთ და ვისაც ჰქონდა რა თქმა უნდა მწირი რეზერვი და დაბალი იყო ანტიმიულერულის ჰორმონის მაჩვენებელი და შესაბამისად ანტრალური აი რამდენი პროცენტი იყო დაახლოებით ესეთი? აი 80%-დან რაც 35 წლის ალბათ 20% მაინც იყო, ვისაც სასწრაფოდ ერჩიათ რომ ჩაეტარებინათ ინვიტრო განაყოფიერება ამ პაციენტებს, რახან მათ ყავ მეწყვილე, რა თქმა უნდა შეიქმნება აქ ემბრიონები და შემდეგ უკვე დაიგეგმება ემბრიონების გადატანა საშვილოსნოს ღრუში. ერთი შემთხვევა იყო კიდევ ძალიან საინტერესო, გავიხსენებდი ამ შემთხვევას, პაციენტი იყო 28 წლის და ანამნეზში ჰქონდა საკვერცხეებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია ამ პაციენტს ძალიან ღელავდა, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ შეიძლებოდა მას შემცირებოდა საკვერცხის რეზერვი, შეუმოწმეთ პაციენტს ანტიმიულერული ჰორმონი, იყო 2 და 8, ანტრალური ფოლიკულებიც რაოდენობას თითოეულ საკვერცხეში იყო 10-ის ფარგლებში, ანუ მისი რეპროდუქციული პოტენციალი იმ ეტაპის იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი და ეს პაციენტი ჩვენ გავუშვით 1-2 წლით. და გუშინ მყავდა პაციენტი, აი ზუსტად გუშინ შევამოწმეს პაციენტი, შექმნა ოჯახი და მოვიდა უბრალოდ ორსულობის დასაგეგმად და 31 წლის პაციენტი იყო, 0.6 იყო მოკეთ ანტიმიულერული ჰორმონი და ჯამში აღენიშნებოდა 6 ანტრალური ფოლიკული, იქ რა თქმა უნდა მოხდება ახლა სწრაფად გამოკვლევა, ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნება რამოდენიმე თვე მიეცემა ბუნებრივად დაორსულების, თუ არა უკვე უნდა გადავერთოთ ინვიტრო განაყოფიერებაზე, ვინაიდან 1 წლის შემდეგ უკვე ეს მდგომარეობა შეიძლება აღარ დაგხვდეს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3-5% იტარებს რეპროდუქციულ სკრინინგს, ხოლო გაცილებით უფრო მეტი ფერტილობის შენარჩუნებას, დაახლოებით 10% და მეტი. და თვლიან, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ეს რიცხვი გასამაგდება. ისევ და ისევ ცხოვრების პირობების, ადამიანებს მაინც სურვილი დარჩათ, რომ ყავდეთ თავიანთი გენეტიკური შვილი და იმდენად რამდენადაც ისინი ამას ვერ ახერხებენ, ძალიან ბევრი მათგანი მიმართავს რეპროდუქციულ სკრინინგს და ფერტილობის შენარჩუნებას. აი ზუსტად გადავედით ახლა შემდეგ თემაზე, ჩვენი საუბრის შემდეგ თემაზე, ეს არის ფერტილობის შენარჩუნება, ხო? ნუ და ავუხსნათ ახლა ჩვენს მაყურებლებს, რომ როგორ გვეხმარება რეპროდუქციული მედიცინა იმაში, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი რეპროდუქციული პოტენციალი. რას ნიშნავს და რა არის ზუსტად ის მიზეზები, რის გამოც ადამიანებმა უნდა გაყინოს თავისი ბიოლოგიური მასალა, როგორც სპერმატოზოიდები, ასევე კვერცხუჯრედები. Დააღნიშნო, რომ ფერტილობის პრეზერვაცია, ანუ შენარჩუნება დღეისათვის არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი რეპროდუქტოლოგიური საკითხი, არამედ ის ასევე არის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი, იმიტომ რომ ქალს შეუძლია იფიქროს თავის მომავალზე დღეს შეინარჩუნოს თავისი ფერტილობა, გაყინოს, მოახდინოს მისი კრიოპრეზერვაცია და უკვე წლების შემდეგ, ეს 5 წლის შემდეგ იქნება თუ 10 წლის შემდეგ იქნება, როდესაც ის მოახდენს თავის
თავის რეალიზებას, როდესაც ის იქნება უკვე ფინანსურად მყარად, კარიერულად ასევე იქნება მყარად, 5 თუ 10 წლის შემდეგ იქნება უკვე ის შემდეგ დაგეგმავს დედობას. ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად იზრდება როგორც ქრომოსომული ანომალიები, ანუ უარეს, ანუ ხომ მცირდება რაოდენობა კვერცხუჯრედების, ასევე უარესდება კვერცხუჯრედების ხარისხი. ანუ ხარისხის გაუარესებაში გულისხმობთ იმას, რომ უფრო მეტი არის ქრომოსომულად არასწორი ნაკრების მქონე კვერცხუჯრედები. შესაბამისად, რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება ამ კვერცხუჯრედების გაყინვა, მით უფრო მაღალი გვაქვს იმის ალბათობა, რომ გვეყოლება ჯანმრთელი, აი ბუნებრივი გადარჩენის მომენტია, ჩვეულებრივ გვეყოლება ჯანმრთელი, ახალშობილი და რა თქმა უნდა, ეს შეგვიმცირებს თვითნებითი აბორტების ალბათობას და თვითნებითი აბორტების სიხშირეს. ანუ რაც უფრო ადრე გაიყინება კვერცხუჯრედი, მით უფრო მაღალი გადარჩენის პოტენციალი აქვს რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში. კი ბატონო, ამიტომაც ზუსტად აი აქაც არის ის ასე ვთქვათ, ის სიფაქიზე, რომ ადამიანმა შეიმოწმოს თავისი რეპროდუქციული პოტენციალი, რომ თუს ექიმი ეტყვის, რომ საჭიროა თქვენი კვერცხუჯრედების გაყინვა, ან სპერმატოზოიდის გაყინვა გაყინოს. სამედიცინო ჩვენებებს მაინც უფრო მეტად გავშლი. დღეს 21 საუკუნეში სამწუხაროდ ხედავთ, რომ მათვისებიანი სიმსივნის და კიბოს სტატისტიკამ მოიმატა და სამედიცინო ჩვენების გამო, ვინც მოგმართავს ჩვენ ფერტილობის პრეზერვაციაზე, ლომისწილი მაინც მოდის ისეთ პაციენტებზე, რომელსაც აქვთ ავთვისებიანი სიმსივნეები. მოგეხსენებათ, რომ ამ დროს არის საჭირო მკურნალობის ჩატარება, როგორიც როგორც არის ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია, რომელიც სამწუხაროდ დამღუპველად მოქმედებს ფაქტიურად რეპროდუქციულ უჯრედებზე, გამეტებზე, ქალებში, კვერცხუჯრედებზე და ანუ უარესდება საკვერცხის ფუნქცია და ასევე მამაკაცის შემთხვევაშიც მოქმედებს ის სპერმატოგენეზზე. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან გაზრდილი სტატისტიკა, ამავდროულად მედიცინაც ვითარდება და განკურნების სიხშირე ზოგიერთი კიბოს შემთხვევაში აღწევს 80%-მდე. შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი არის, ვინც დაამარცხებს კიბოს, დაახლოებით ზოგიერთი კიბოს შემთხვევაში 80%-ზე მეტი არის გადარჩენის ალბათობა, ანუ რასაც survival rate ეწოდება. და არა მარტო გადარჩენის, თავისი გენეტიკური შურის ალბათობაც. და ამ ადამიანებისთვის გარდა იმისა, რომ მათ სჭირდებათ ხარისხიანი ცხოვრება, მათთვის ეს თავიანთი რეპროდუქციული პოტენციალი და შვილის გაჩენა ამ თავიანთი ხარისხიანი ცხოვრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მათთვის უკვე შემოდის ის მომენტი, რომ არა მარტო გადარჩენა, არამედ ყავდეთ თავიანთი გენეტიკური შთამომავლობა. დიახ. გარდა ამისა არის ზოგიერთი მაგალითად გინეკოლოგიური პათოლოგიები, ყველას კარგად გაუგია საკმაოდ გავრცელებული, ეს არის ენდომეტრიოზი. აი ამ შემთხვევაში ხდება საკვერცხის მარაგის შემცირება და განსაკუთრებით დრამატულ ხასიათს ატარებს ის მდგომარეობა, როდესაც საჭირო ხდება მაგალითად საკვერცხის ენდომეტრიალური კისტის გამოჩარევა, მისი ქირურგიული ამოკვეთა, ესე ვთქვათ, კიდევ უფრო ამცირებს მარაგს. ბოდიში რუდა და ჩვენ როგორ მუშაობთ ამ დროს? მუშაობთ ისე, რომ ერთი ფოლიკულიც რო კონდეს ამ შემთხვევაში ადამიანს ვიღებთ კვერცხუჯრედს და შემდეგ ციკლზე ასევე მეორე კვერცხუჯრედს ესე ვაგროვებთ, რომ რაღაცნაირად ადამიანს შეუნარჩუნოთ თავისი პოტენციალი, ხო? და შემდეგ უკვე გამზადებულ ენდომეტრიუმში გადავიტანოთ ჯანსაღი, განაყოფიერებული ემბრიონი და ასეთი შემთხვევები ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს. დიახ, აი ზოგადად საუკეთესო ვარიანტი არის, როდესაც ვახდენთ ფერტილობის შენარჩუნებას, პრეზერვაციას, ეს არის ავტორიტეტური და წამყვანი საერთაშორისო პუბლიკაციების მიხედვით, რომ უნდა მოხდეს, იდეალური ვარიანტია, როდესაც ეს ხდება 35 წლის ასაკამდე და კვერცხუჯრედების რაოდენობა არის 20. ეხლა ზოგიერთ ადამიანს აქვს ისეთი საკვერცხის რეზერვი, რომ აი მოხდეს თქვათ ამ 20-ის ერთ ცდაზე მიღება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გვჭირდება 3 და 4 ციკლი ოვულაციის ინდუქციის, რაცა დავაგროვოთ ის 20 კვერცხუჯრედი. არა მაქვს ახლა საუბარი კიბოს შემთხვევაში, როდესაც აქვს პაციენტს ეს დიაგნოზი, აქ დროში ვართ ძალიან შეზღუდულები ონკოლოგებისგან, იმიტომ რომ აქ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ მკურნალობა და ჩვენს ფორსირებულ რეჟიმში, ესე ვთქვათ, რანდომულად ვიწყებთ საკვერცხეების სტიმულაციას და აქ რასაც მოგცემს საკვერცხე, ხდება უკვე იმ რაოდენობის გაყინვა. კი, ეს არის სწორი გადმომისამართება იგივე ჩვენი
გინეკოლოგებისგან, ხო, პაციენტების. აი, ამ კვირაში ჩვენ გვყავდა პაციენტი კლინიკიდან გადმომისამართებული, მძიმე დიაგნოზით სხვათა შორის, მაგრამ იდეალური საკვერცხით, რა თქმა უნდა, სტიმულაცია ვერ გავაკეთეთ ამ პაციენტთან, ჩვენი ერთ-ერთი პაციენტი იყო და აქ ჩვენ სხვათა შორის ანტიესტროგენით მივიღეთ 6 კვერცხუჯრედი, 6 კვერცხუჯრედი გავყინეთ. ეს არის დიდი გამარჯვება მედიცინის. არა ჩვენ თავზე არ ვიღებთ ამ გამარჯვებას, თუმცა ჩვენი დამსახურებით. რაიონებიდან ხდება გადმომისამართება პაციენტების, აჭარის რეგიონიდან ხდება საკმაოდ პაციენტების გადმომისამართება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სწორად აღნიშნე, რომ ჩვენ პაციენტს უნარჩუნებთ არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ მათ სიცოცხლის ხარისხზე, სიცოცხლის ხარისხს და სიცოცხლის სიხალისეს ვაძლევთ, მათ სიცოცხლეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვარიკოცელეზე არ დაგავიწყდეს კიდე გავრცელებულ ტენდენციებზე, თუ შეიძლება ისაუბრე ჩვენს ტელემაყურებლებთან. არის ესეთი ხშირად ხდება უნაყოფო პაციენტების აი მაგალითად მოსული პაციენტებიდან რამდენია ეგეთი. აი დავუშვათ, ხო გვაქვს კვირაში, აი პირველადი პაციენტი მინიმუმ 10 ხო არის ჩვენთან, აი მარტო ჩვენს განყოფილებაში, ხო? აი 10 პაციენტიდან დაახლოებით 1 მაინც ხო არის ვარიკოცელი, ხო? და არის სხვადასხვა ხარისხის ვარიკოცელეთი, არის სხვადასხვა. კი ბატონო. ზოგი ამას არ აქცევს ყურადღებას, ზოგს აქვს მეტად გამოხატული ეს ჩივილები და საკმაოდ ხშირად ხდება ვარიკოცელეს დიაგნოზი პაციენტებში. ჩვენ დიაგნოზებზე ვსაუბრობთ და არა რეალურ ვარიკოცელეზე, ხო? დიახ, სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს. მინდა აღვნიშნო ესეთი მდგომარეობა, როდესაც არის საკმაოდ მაღალი ხარისხის და მძიმე ხარისხის ვარიკოცელე. ამ შემთხვევაში თუ კი არის დარღვეული სპერმატოგენეზი, განსაკუთრებით აი მძიმე დარღვევა თუ კი არის და განსაკუთრებით თუ კი მორფოლოგია არის დარღვეული, სპერმატოზოიდების ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ამ პაციენტის რისკები. ვინაიდან ეს პაციენტი სავარაუდოდ წავა ალბათ ოპერაციულ მკურნალობაზე და სამწუხაროდ 10-დან 20% შემთხვევაში სპერმატოგენეზის გაუმჯობესება არ ხდება. უფრო მეტიც შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მოხდება მისი გაუარესება. სპერმატოგენეზის დიახ, აუცილებლად უნდა იყოს პაციენტი ინფორმირებული ამ შედეგებზე და უნდა განიხილოს სპერმის გაყინვა, მისი ისევ და ისევ ჯანმრთელი შთამომავლობის ყოლის მიზნით მომავალში. და იმ შემთხვევაშიც დავამატებ, როდესაც არ არის ესეთი მძიმე დარღვევა, უბრალოდ დიაგნოზი წერია ვარიკოცელე, ურჩევს ექიმი, რომ მივიდეს გაიკეთოს დაუშვათ ვარიკოცელეს ოპერაცია და ქონია შემთხვევები, რომ ამ ოპერაციის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ასაკის არის მამაკაცი, აზოოსპერმიასთან ჩვენი საერთო პაციენტი 24 წლის პაციენტი იყო. და ასეთი არაერთი სამწუხარო. და აზოოსპერმით იყო და მე ჩვენი ანდროლოგების ჩართულობით იქ იყო მე ფორმები გამოჩნდა და მოვახდინეთ მისი გაყინვა ერთეული ფორმების. ზუსტად ეს არის აქ მთავარი, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს უნაყოფობასთან, ანუ დიაგნოზი არის უნაყოფობა, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული, ამ შემთხვევაში აუცილებელია პირველად მოვიდნენ რეპროდუქტოლოგთან და შემდეგ თუ დადგება საკითხი იმის შესახებ, რომ აქ არის ვარიკოცელე და მან გაიკეთოს თუ არა ვარიკოცელეს ოპერაცია, აუცილებლად უროლოგთან ერთად კონსულტაციით გადაწყვეტენ ექიმები საბოლოო ტაქტიკას, ხო? სამედიცინო ფაქტორებიდან აუცილებლად კიდე დავამატებდი ანტიმულიარული ჰორმონი, როდესაც აქვს ქალს დაბალი, იგივე მოვიდა ის სკრინინგზე შეიმოწმა და აქვს დაბალი, ამ შემთხვევაში ის იმყოფება მაღალ რისკში იმისა, რომ მას დროზე ადრე მოხდეს საკვერცხის ფუნქციის დაქვეითება და აქაც ურჩევთ, რომ მოხდეს კვერცხუჯრედების გაყინვა, ასევე ოჯახური ისტორია ადრეული ან ნაადრევი მენოპაუზის. ამ შემთხვევაში ეს გოგონა თუ კი მის დედას, ბებიას, დეიდებს ქონდა ადრეული მენოპაუზა, თვითონაც შეიძლება. დიახ, კლიმაქსი შეიძლება თვითონაც იგივე დაემართოს, როდესაც არის ოჯახური ისტორია და ამიტომ აქაც უნდა ვიყოთ ამ გოგონასთანაც ფრთხილად და გამოიკლიოს, ჩაიტაროს სკრინინგი და თუ კი აღინიშნება უკვე ცოტა დაბალი მაჩვენებლები ანტრალური ფოლიკულების რაოდენობისა და ანტიმულიარული ჰორმონისა, უკვე უნდა განვიხილოთ ფერტილობის პრეზერვაციის საკითხი.
საკითხი. ასევე ზოგიერთი გენეტიკური დაავადებები არის საკმაოდ იშვიათი არის, მაგრამ არსებობს, როდესაც აქაც დროზე ადრე, ანუ უფრო სწრაფად ხდება კვერცხუჯრედების მარაგის განლევა. სოციალურ ფრიზინგზე სოციალური ფრიზინგი თქვენც აღნიშნეთ უკვე, ანუ კვერცხუჯრედების გაყინვა, არასამედიცინო მიზნებით, ანუ სოციალური მიზნებით და ამას კიდევ ასევე უწოდებენ არჩევით კვერცხუჯრედების გაყინვას. ეს ტენდენცია არის საკმაოდ გაზრდილი ზოგადად თქვენ მთელ მსოფლიოში. თქვენ უკვე აღნიშნეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2-ჯერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიზარდა მიმართვიანობა ინვიტრო კლინიკებში კვერცხუჯრედების გაყინვისთვის, რომ ის შემდგომ უკვე და მომავალში გამოიყენოს პაციენტმა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა ამის შესახებ არის ინფორმირებული და სწორი ინფორმაცია აქვთ მიღებული. კი, და მინდა დავამატო, რომ აი ესეთი ციკლების რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 10%-ზე მეტია. თუ ინვიტრო განაყოფიერების პირველი ეტაპი, ანუ კვერცხუჯრედების ამოღების ეტაპი 100 ციკლია, დაუშვათ თვის განმავლობაში 100 ციკლიდან 10 არის სოციალური ფრიზინგი. ანუ რაღაცა სოციალური მიზეზების გამო ადამიანი მიდის კლინიკაში და ყინავს თავის ბიოლოგიურ მასალას. ეს შეიძლება იყოს ქალი, შეიძლება იყოს მამაკაცი, ისე როგორც ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ყავს პაციენტი, აი ხა ჩემთანაც მოვიდა მაგალითად პაციენტი, რომელიც სამსახურებრივი ვიზიტით მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნუ მე არ ვიცი იქ რა იქნება, შეიმოწმა თავისი რეპროდუქციული პოტენციალი და აი ამ მიზეზით, რომ ვიყო ფსიქოლოგიურად წყნარათო და ჩემი საქმე გავაკეთო უფრო მშვიდად და ასე ვთქვათ, გაწონასწორებულად, მირჩევნიაო, შევინახო ჩემი ბიოლოგიური მასალაო, ანუ კვერცხუჯრედები და ჩვენც მივიღეთ საკმაო რაოდენობის კვერცხუჯრედით და ეს ადამიანიც კმაყოფილია და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამაყები ვართ, რომ ჩვენ მივახვედრეთ და ვახვედრებთ, გვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აუცილებლად იცოდეთ ინფორმაცია თქვენი საკვერცხეების და თქვენი სპერმის შესახებ. და კიდევ ბოლოს, ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა შევეხო ბიოლოგიური მასალის გაყინვის მეთოდს. ვიტრიფიკაციას, რასაც უწოდებთ და რასაც ჩვენი მაყურებლები ახლა ეკრანზე ხედავენ. ეს არის ვიტრიფიკაციის პროცესი, რომელიც ხდება ჩვენს ლაბორატორიაში და ზოგჯერ პაციენტები ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან ზოგადად ვიტრიფიკაციას. ეს მეთოდი არის უახლესი მეთოდი ვიტრიფიკაციის მეთოდზე ვსაუბრობ, როდესაც ხდება ბიოლოგიური უჯრედების მეტაბოლიზმის შეჩერება. ბიოლოგიურად ხდება ეს ყველაფერი და როგორც კი გამოლღობა ხდება ბიოლოგიური მასალის, მდგენა ხდება ზუსტად ისე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც იყო იგი გაყინვამდე. ამიტომაც არის უკეთესი, რომ ბიოლოგიური მასალა გაიყინოს 35-38 წლის ასაკამდე, მაინც იმიტომ, რომ მას უფრო დიდი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ განაყოფიერების შედეგად მოხდეს ორსულობა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გაყინვა ხდება -196 გრადუსზე, ხევად აზოტში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი არიან ძალიან დაცულები და აქვთ გადარჩენის ძალიან მაღალი პროცენტი. დასასრულს მინდა ასევე რა ურჩიოთ ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მოსახლეობას, მე პირადად ვურჩევდი, რომ იყვნენ ჯანმრთელები და ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგაწოდეთ დღეს, ვფიქრობთ, რომ თქვენთვის ძალიან აქტუალური იქნება და მინდა რომ, როდესაც უყურებთ ჩვენს საუბარს, გადასცეთ ის თქვენს ახლობლებს, თუ სტუდენტი ხართ, სტუდენტებს, მეზობლებს, ახალგაზრდებს, განსაკუთრებით 25-38 წლამდე ადამიანებს, რომ მათ გაიგონ თავიანთი რეპროდუქციული მდგომარეობა და ჩვენ არ გიგეგმავთ შვილისყოლას, რა თქმა უნდა, უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას და გეუბნებით იმას, რომ თქვენ თუ გნებავთ შვილოსნობა დაგეგმეთ 5, 10, 15 წლის შემდეგ, 40 წლის შემდეგ, მაგრამ თავარია იცოდეთ თქვენი რეპროდუქციული მდგომარეობა, ან საჭიროების შემთხვევაში გქონდეთ ისინი გაყინული სანდო და მაღალ კვალიფიციურ ლაბორატორიაში. დიდი მადლობა. მადლობა.